Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის სტუმართან ერთად წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია გვეწვია სტუდიაში. Დაგლოცეთ მამო, 10 ივლისს კვირადღე უწევს ჩვენ მართლმადიდებლები აღვნიშნავთ ღირსი გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს, რადგანაც 10-ში კვირას ჩვენ ეთერში არ ვართ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს დღე არ დაგვეტოვებინა ყურადღების მიღმა და ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღეს ამ უდიდესი წმინდანის ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პირველ რიგში მამა ჩვენი მაყურებლისთვის რომ იყოს უფრო გასაგები, იქნებ შევახსენოთ მათ მისი ბიოგრაფიული მონაცემები, შემდგომ უკვე მის ღვაწლსა და დიდ დამსახურებაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ასეთი მცირე დროში ძნელია მის ბიოგრაფიაზე სრულად და ხატოვნად საუბარი, მაგრამ ვეცდები გამოყო რამოდენიმე განსაკუთრებული მომენტი მის ცხოვრებიდან. პირველ რიგში აღნიშნავთ, რომ ის იყო ქართლიდან, უпроსორად ზუსტად ვთქვათ, სამცხიდან, დაბადებული თრიალეთში, როგორც მისი ცხოვრების აღმწველი გიორგი მცირე მოგვიწყობს. მორწმუნე მშობლების იაკობისა და მარიამის შვილი. იაკობი, რომელიც დაახლოებული იყო მეფესთანაც, რომელიც ცხოვრებაში არის მოთხრობილი, რომ ერთ-ერთი დავალებაც კი ქონდა მას მეფისგან განსაკუთრებული დავალებული. სპარსეთში იყო მივლინებული, ზუსტად აი ამ მოგზაურობის დროს გაიცნობს თავის მომავალ მეუღლის მარიამს, ერთადერთ შვილს თავისი მშობლებისას, რომელიც მოეწონება თავის სათნოების გამო, შეუყვარდება და მშობლებს თხოვს, რომ უკან დაბრუნებული თუ მშვიდობით დაბრუნდება, შეერთავს მას. აი ამ მშობლების სიყვარულის ნაღობი და მრავალშვილიანი ოჯახის შვილი იყო გიორგი მთაწმინდელი, 3 ძმა და 3 და იყვნენ. საინტერესოა, რომ მშობლებს, როგორც მაშინდელ ყველა მორწმუნე, გულით მორწმუნე ადამიანს აღთქმული ჰქონდათ, რომ პირველ შვილს შეწირავდნენ ღმერთს და მათი უფროსი და იყო თეკლა, რომელიც მართლა შეწილეს მონასტერს 7 წლის ასაკში, მაგრამ დედას ჰქონდა მინიშნება, სიზმრად მას გამოეცხადება წმინდა სამოსი შემოსული ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ შენ შობ ვაჟს, რომელიც განსაკუთრებული და დიდი იქნება ღვთის წინაშე და აი ის შეწირე ღმერთს და როგორც მისი ცხოვრების აღმწველი ავდოს ვერძი, ანუ მამრი უფრო ფასეულია უფლისათვის და მათ უფროსი ძმა ყავდა თეოდორი, მაგრამ აი აერჩია უფლისგან დედამ, რომ მინიშნებით და გიორგი, როცა გახდა ის 7 წლის, სადაც მისი და იყო წესებული, აი მონასტერში შეწირეს აღსასდელად. მისი და მას ეხმარებოდა პირველი, ასე ვთქვათ, სწავლა განათლების აი ამ პროცესში, უფროსი იყო მასზე რამოდენიმე წლით და ყველას აგვირებდა თავისი განსაკუთრებული ნიჭიერებით, იმიტომ რომ მართლაც რჩეული იყო ბავშვობიდან, დედის მუცლიდან, როგორც ეს არაერთჯერ ვიცით ჩვენ წმინდანთა ცხოვრებიდან, რომ ყველა დიდი წმინდანის მშობლები ან მისი გარემოცვა იყო შესაბამისად გამორჩეული და 10 წლის უკვე გადაიყვანეს ხახულის მონასტერში, რომელიც იმ დროს იყო ძალიან ძვირფასი საგანმანათლებლო ცენტრი. ყველა დიდი წმინდანები და კანონმდებლები იქ იყვნენ თავმოყრილები. მისი მამის ძმები იყვნენ მოღვაწენი იქ, ღირსი გიორგი და საბა, რომელთა მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით მან კიდევ უფრო დახვეწა ეს განათლება. იქ იყო დიდი მოღვაწე ივანე თვალელიც, ცნობილი, რომელიცგანაც მონაზნობასაც მიიღებს გიორგი მთაწმინდელი. საბა ბაგრატიძე, განმანათლებელი, ვასილი ბაგრატიძე უკაცრავად, რომელსაც განსაკუთრებით აღნიშნავენ და მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, როგორც სამეფო შთამომავლობა, ისე მასშტაბური გავლენა იმდროინდელ ჩვენს, ასე ვთქვათ, როგორც საერო, ისე სასულიერო წრეებზე. და ესეთი ნოყიერი ნიადაგი და გარემოება შეიქმნა იმისათვის, რომ მას ყოფილი განათლება მიიღო. მაგრამ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო, ასე ვთქვათ, გადაადგილებით, როცა მისი ბიძა გიორგი კონსტანტინოპოლში მიიწვია ვასილის დამ, თავისი ოჯახის საქმეების გამგებლად. ამ დროს წაიყვანეს პატარა გიორგიც კონსტანტინოპოლში. დაახლოებით იყო 12 წლის მაშინ და 12 წელი დაჰყო კონსტანტინოპოლში, როგორც მის ცხოვრებაში ვკითხულობთ,
რიტორთა, ფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველთა არა საეროთა, არამედ სასულიეროთა ხელში გაიარა მან 12 წლიანი კონსტანტინოპოლის აღზრდა. ნუ კონსტანტინოპოლის დიდი ქალაქი მაშინ დედამიწაზე არ არსებობდა და საგანმანათლებლო ცენტრი. მას ამ ქალაქს აღტაცებაში მოყავდა ყველა წარმართი მეფეები, იმ საოცრები, რასაც ისინი ხედავდნენ. აი 12 წლიანი ეს ჩვენთვის დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მან თავისი განათლება სრულყო და 25 წლისა დაბრუნდა. ისე ხახულში და იქ მიიღო მონაზნობა ილარიონისგან, დიდი ილარიონისგან და რამოდენიმე წლის შემდგომ, როგორც მას არაერთხელ ახასიათებს თავის ცხოვრებაში, ფაულად დაავდება ხახული და გადაწყვიტა რომ წასულო შავთაზე. დიახ, თქვენ საუბრის დასაწყისში ბრძანეთ და ალბათ ძნელია ვინმე არ დაგეთანხმოთ ამაში, რომ ძალიან რთულია აი ამ მცირე დროში მართლაც მის ესეთ უდიდეს და არ ვიცი აი რაღაცა შეუფასებელი ღვაწლია, ალბათ ერთი ადამიანის ცხოვრება თუ მართლა რაღაცა ღვთისგან არ არის ის ამისთვის დადგინებული და თავი არ აქვს გადადებული, წარმოუდგენელია რომ ერთმა ადამიანმა ამდენი რამე და თანაც ასეთ უმაღლეს დონეზე შეძლო, ნუ გულისხმობთ მის წიგნობრულ მოღვაწეობას. აი უკვე როდიდან იწყებს ის თქვა თუ არის ეს ცნობები, როდიდან ინტერესდება ამ სფეროთი და ასე ვთქვათ, როდის იწყება მისი ფართო მოღვაწეობა უკვე აი ამ სფეროში. გიორგი მცირე მის ესე ვთქვათ საინტერესოდ აღწერს მის ცხოვრებაში, რომ ადარებს ანტონი დიდისა და მაკარის შეხვედრას. მის შეხვედრას გიორგი დაყუდებულთან, მის მოძღვართან. თქვენ როგორც გიორგი დაყუდებულმა ანტონი დიდმა იცოდაო მაკარის მთელი ცხოვრებაო, ისე იცოდა გიორგი დაყუდებულმა მისი ცხოვრებაო და როცა შეხვდება ასეთი განსაკუთრებული ნიჭითა და საათნოებით დაჯილდოებულ ახალგაზრდა ბერს, აიძულებს მას და თხოვს რომ დაიწყოს წიგნების თარგმნა და გააგრძელოს დიდი საქმე ექვთიმე დიდისა, დაწმინდელისა, რაც მან ვერ დაასრულა, ვერ სრულყო მოუცლელობისა თუ თავისი მოკლე ცხოვრების გამო. აი ამ იძულებას ესე ვთქვათ გიორგი დაწმინდელი დაემორჩილება, მის თხოვს რომ ჯერ დაწმინდაზე წავიდეს, იქ გაეცნოს მის ესე ვთქვათ ყველა ხელნაწერს და დაიწყოს მოღვაწეობა და ძალიან გაუკვირდება რომ 7 წელი გავა და მას ჯერ კიდევ წიგნების თარგმნა არ დაუწყია. აი მისი თამდავლობა როგორი ძალიან ესე ვთქვათ ასეთი დონისა და სულიერი სიმაღლის ადამიანები ჩქარა და ესე ვთქვათ ზედაპირულად არ უდგებიან საქმეს ამას ჩანს და ძალიან ესე ვთქვათ საყვედურის წელს მიწერს და იქ ყველას დაწმინდაზე გონიათ ერთი ჩვეულებრივი ბერი რომელიც უბრალოს ამსახურებს აღასრულებს ეკლესიის გარეთ იქ არათუ სულიერს და საეკლესიო თუ გინდა დღევანდელი სტიქაროსნების ან ეკლესიის მომსახურე ეკლესიის გარეთა საქმეებშია უფრო ჩართული და ფიზიკურად შრომობს და ემსახურება სამეურნეო ნაწილს შეიძლება ითქვას და აი ამ შემდგომ გიორგი დაყუდებულის დაჟინების შემდგომ ის ნენელა ცნობილი გახდება ძმათათვის მოიპოვებს დიდ სიყვარულს ჯერ დეკანოზად დაენიშნება და მერე მალე ხდება წინამძღვარი ამ დიდი ლავრისა, ივერიის ლავრისა, ივერთა ლავრისა ათონებსთაზე, რომელსაც ესე ვთქვათ თან უძღვის მისი დიდი საგანმანათლებლო სამუშაოები, თარგმანები. ნუ თარგმანი ზოგს გონია რომ თარგმანი არის გადათარგმნო ერთი. თარგმანი არის ფაქტობრივად თავიდან დაწერა წიგნის. მთელი გააზრება, ამ ენაზე გადმოტანა. თანაც როგორი ენით წერდა. ამ როგორი ლამაზი ენით და ნუ ჩვენ ვფიქრობ რომ ბევრმა არ იცის მისი ესე ვთქვათ თარგმანთა რაოდენობა რა დიდია ჯერ ის რომ ყველა საღვთისმსახურო წიგნები ფაქტიურად ტაძრებში იკითხება მისი თარგმნილია სახარება, სამოციქულო, გამოკრებული, ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნები, დიდი სვინაქსარი, პარაკლიტონები, საღდასასწაულოები და როგორც სამართლიან და აღნიშნავს გიორგი მცირე წარმოუდგენელიც კი რომ ეს რომ გადაეწერა ერთ ცხოვრებაში ადამიანს იმ დროინდელ ახლა ტექნიკას თუ გავითვალისწინებთ, მისი გადაწერას კი გაუჭირდებოდა არათუ თარგმნა მისი. ამიტომ დღე და ღამე. ბასილიდის 6-თა დღეთა ხო ასევე გამოჩეული ეგნატე მერშემოსილის ეპისტოლეები ივანე ოქროპირის განმარტებები ბევრი დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი ზატიკნი და აი არ ვიცი მართლაც განუზომელია მისი ღვაწლი. თან წინამძღვრობასთან ერთად შეერთებული, ასე წინამძღვრობა იცი რა რთულია
თან პოლიტიკური სიტუაცია არასდროს არ იყო მყარი, ბერძნული გარემოცა მაინც აიძულებდა გარკვეული სიფხიზლე გამოეჩინა ჩვენს მამებს, მაგრამ მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა კონსტანტინე მონომახთან, კონსტანტინე დუგასთან, იმპერატორებთან, იყო ავტორიტეტი წარმოადგენდა ფაქტიურად მთელს ათონის თაზე და მაინც მე ვფიქრობ, რომ ძალიან თამდავლურად არის მისი ცხოვრება დაწერილი. გიორგი მცირე ძალიან რაღაცნაირად ყოველგვარ როგორც მათ ახასიათებდა საერთოდ, როგორც თვითონაც დაწერა იოანე დეექვთიმის ცხოვრება გიორგი თარწმინდელმა. გავს ხო მისი ცხოვრება? რა თქმა უნდა, არის მაინც თამდავლურ ტონში დაწერილი, ეს არ არის მაურიანი და რაღაც ესე თქვათ ემოციაზე და ეფექტზე გათვლილი სიტყვები. მამაქსიმე, ასევე მნიშვნელოვანი ალბათ ამ საკითხსაც უნდა შევეხოთ, თქვენ ბრძანეთ, რომ რაღაცა საოცარ კერაში მოხდა მართლა, ხო? რაღაცა საოცარი ნიადაგი ქონდა მას იმისთვის, რომ შევდეკვე ის 12 წლიანი განათლება, რომელიც მან უკვე კონსტანტინოპოლში მიიღო. მან იცოდა ბუნებრივია განათლების ფასი და ის არ მინდა მე ციფრი ვერ დავასახელო და შევცდე ათეულობით ახალგაზრდას 80 ახალგაზრდა წაიყვანა სხვადასხვა ასაკის. ეს თქვენ რო გითხრათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ. უნდა ვთქვათ, თავიდანვე ვახსენეთ, რომ მან ერთხელ ფარულად დატოვა ხახულის მონასტერი. მეორეჯერ მან თაწმინდაც დატოვა ფარულად, წინამძღვრობის დროსაც. და ამაზეც გიორგი დაყუდებული საყვედურებს მას შავთაზე როცა ჩავა, შავი მთაც ძალიან დიდი კერა იყო. როგორც ვიცი ჩვენ სიმონ მესვეტის დროიდან ქონდა ქართველებს იგუფლება თავისი ადგილი ქონოდათ და მსახურება აღესრულებიათ და ის უკან გააბრუნებს გიორგი დაყუდებული გიორგი თაწმინდელს. მერე მეორეჯერ ისევ დატოვებს თაწმინდას და ფაქტიურად ასე ვთქვათ ძალიან ბევრ წიგნებს ის თარგმნის შავთაზე. და საინტერესოა რომ რა თქმა უნდა როგორც დიდი ავტორიტეტი ის არაერთხელ კონსტანტინოპოლში ბაგრატ მეფესთან არის, დედოფალ მარიამთან შენახვედრი, იმპერატორის წინაშე ბევრი წინასწარმეტყველებაც აქვს წარმოთქმული. და აუცებდა ყველას მეფემ თქვა რომ აი ახლა მე მოვიწევო მას ბერსო. თქვენ ნახავთ ვინმეს თუ თვალებში შემოხედავთ. და რამოდენიმე საათი მიმდინარეობდა საუბარი და არასრულიდეს არავისთვის თვალი ესე აქვს. მეფემ კითხავ, მეფემ უთხრა მამოა, ნუ თუ არ გაინტერესებს რომ შემოხედო როგორი ვარო და ცირად შეავლო თვალი და უთრავ რომ როგორც ქრისტეს ისე გიყურებ შვენიერს და ასე ვთქვათ მიზღვნილს მისიც შენი ცხოვრებას და სულს მისადმი ვხედავ. და ამის მერე ასე ვთქვათ ბაგრატ მეფე ითხოვს რომ მან ასე ვთქვათ საქართველოში იმოგზაუროს და ჩამოვიდეს რომ გამართოს საეკლესიო და საერო საქმეები. და ამაზეც თავს იკავებდა და წილის ყრით ესე ვთქვათ უნდა და ღმერთის ნების გამო როგორც მოციქულებსო წირეს, ილოცეს და ტრაპეზის ქვეშ მოაქციეს ეს წილი რომ იყოს თუ არა ესე ვთქვათ აუცილებელი მისი წასვლა საქართველოში და შეხვდება ეს წილი რომ უნდა წავიდეს. მაგრამ ამ დროს როგორც ვიცით არაბებს ეკავათ იერუსალიმი, აქეთ თურქები უტევდნენ და რამოდენიმეჯერ თითქმის ესე ვთქვათ ძალიან ძლივს გადარჩება თურქების ხელში ჩავარდებიან გენაო და ამიტომ მათ სხვა გზებით კესარიით იმით ჩავლენ დღევანდელ სამსონგი ქვია რა თურქეთის ქალაქს და იქიდან უკვე გემით ფოთში და ფოთიდან ქუთაისში აქ შეხვდება მას მეფე ის საინტერესო ვთქვათ 5 წლიან თითქმის თავის საქმიანობას აღასრულებს მეფის კარზე, ხვდება ეპისკოპოსებს, ხვდება ერისხალს, მეფებს, მის ქვეშემდომებს და აი აქ შეარჩევს ამ 80 ესე ვთქვათ ახალგაზრდას, რომელსაც როგორც წერენ ზოგიერთებს შვილებს თვითონ მოყავდათ, ზოგიერთი ბავშვები თვითონ გამორბოდნენ მასთან, რომ გაიგეს რომ თაწმინდაზე უნდა წაეყვანათ, ზოგიერთებიო ტოვებდნენ და გარბოდნენ, რომ უკან არ დაებრუნებიათ მისთვის ეს შვილები. თუმცა გიორგი თაწმინდელი ამბობს, რომ რამ ჩამომიყვანო ამ გაჭირებისა და ამ ტკივილის ნახვა, ესე იგი რატო იყო საჭირო ეს რომ მენახავ იმდენი, ესე ვთქვათ გაჭირება, უბედურება იყო მაშინ ქართლში.
მამა, აი 3 წუთი გრჩება, 2-3 წუთი და გვინდა ამ გამოცემებზე ვისაუბროთ, თქვენს წინ არის შესანიშნავი გამოცემა, 2 ნაწილი გაქვთ ბოტანიკა. ეს არის მე-9 და მე-10 ტომი, მამული ენა სარწმუნოების სერიით, ახალი ვირონის გამოცემა. ეს ეძღვნება სოფლის მასწავლებელს, ისე როგორც ჩვენი საეკლესიო ბიბლიოთეკის წიგნები ეძღვნება სოფლის მოძღვრებს. და მე-9 ტომი არის იოანე და ექვთიმეს ცხოვრება, ძველი ტექსტი ახალ ტექსტთან ერთად, ახალ ქართულზე გადმოტანილია ბატონი ექვთიმე კოჭლემაზაშვილის მიერ, ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელის და მე-10 ტომი არის ზუსტად გიორგი თაწმინდელის ცხოვრება, რომელიც ესე ვთქვათ, ისევე როგორც ექვთიმეს ცხოვრება, ძველი და ახალი ტექსტები გვერდ-გვერდ არის. მას ერთვის ათონის ივერთა მონასტრის ისტორია, ბატონი აწგანსვენებული საპატიცელო მეცნიერის ლევან მენავდის გამოკვლევა და შავი მთის ისტორიაც ერთვის. მე პირადად მინდა თქვა, რომ ძველი ტექსტი არ ერჯი მქონდა წაკითხული, მაგრამ უფრო დამამახსოვრებელი არის ახალი. ესე რომ ვისაც აქვს სურვილი შეუძლია რომ გაეცნოს ამ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთები ვაკრიტიკებენ, რომ რატო ვაკეთებ ჩვენ ამას, მე ვფიქრობ, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს და ეს უწმინდესთან არის შეთანხმებული, რომ ძველი და ახალი ტექსტები გვერდ-გვერდ უნდა იყვნენ, რომ შეადარონ და ეს იქნება ჩვენი შვილებისთვის და არა მარტო შვილებისთვის, მოძღვრებისთვის, ბერებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის ძალიან საინტერესო საკითხია. სწორად განსაზღვრეთ მამა, რომ ვერ ამოვწურავდით მის სხვაზე საუბარს დღეს და ბოლოს მინდა კითხოთ მამაო და დავასრულოთ ამით, როგორც თქვით 10 ივლისს აღინიშნება, თუმცა ვიცით რომ მისი აღსასრულის დღე არის 12 ივლისი. 12 ივლისია პეტრე პავლობის დღესასწაული. ასევე ხო პეტრე პავლობას აღნიშნავთ. პეტრე პავლობის დღესასწაული. ну, ცოტა არ იყოს მიჩერს ამაზე პასუხი გაცემა, გარდა იმისა, რომ უნდა ვთქვათ, რომ მისი ნაწილთა აღმოყვანებას ამბობენ აი ამ 10 ივლისს. 10 ივლისს. შეიძლება ამიტომ დააწესეს და უფრო სადესასწაულოდ რა აღინიშნა და მოციქულთა იმას არ გადაეფარა, შეიძლება. შეიძლება. ანუ ეს შეგვიძლია უბრალოდ ვივარაუდოთ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს პრინციპში, როდის აღინიშნება, მთავარია მადლობა ღმერთს, რომ აღნიშნავს ასეთი უდიდესი ადამიანების ხსენების დღეს და ისე რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ყველას, რა ვიცი, ვინც ნაკლებად იცნობს წმინდა გიორგი მთაწმინდელს, რომ შეეცადოს მის შესახებ მეტი შეიტყოს. მე ვფიქრობ, რომ აი რუსები თუ კილე და მეფოდის სცენებას ასეთ დონეზე აღნიშნავენ ყოველ წელს, მე ვფიქრობ, რომ გიორგის, იოანეს და ექვთიმეს სცენებაც უნდა იყოს ასეთი მასშტაბური მოვლენა. და ყველგან უნდა ისწავლებდეს, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. ძალიან დიდი მადლობა. საწუხაროდ ხოლმე სურვილის დონეზეა. დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენოთ, რომ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია საუბრობდა პირდაპირ ეთერში 10 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს და ჩვენ შევეცადეთ აი ამ მცირე დროში სწორედ ამ უდიდესი და გამორჩეული მოღვაწეისა და წმინდანის შესახებ გვესაუბრა.